ამბავი, რომლის მოსმენაც რთულია, მაგრამ რომლის არ მოსმენაც კიდევ უფრო სახიფათო. 43 წლის ნატავიბლიანი ამბობს, რომ დაახლოებით 35 წლის წინ 1990-იან წლებში სვანეთის სოფელ ზღურისში ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვი იყო, როდესაც მის წინააღმდეგ მრავალწლიანი სექსუალური ძალადობა დაიწყო. მისი მონათხრობით მთავარი მოძალადე იყო სრულწლოვანი თანასოფლელი, მისი ნათლიის ძმა. ხალი ამბობს, რომ ძალადობა სისტემატურად გრძელდებოდა, თან ახლდა ფიზიკური ძალადობა, იარაღით დაშინება და მისი მცირეწლოვანი ძმების მოკვლის მუქარა, რათა ბავშვს ხმა არ ამოეღო. ნატავიბლიანი გაუპატიურებაში კიდევ 3 თანასოფლელ კაცს ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს ადამიანები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ძალადობაში მთავარი სავარაუდო მოძალადის ხელშეწყობით ჩაერთნენ იმისთვის, რომ ბავშვის საბოლოოდ დაედუმებინათ და მისთვის სიმართლის თქმა კიდევ უფრო შეუძლებელი გაეხადათ. მისივე მონათხრობით დაახლოებით 14 წლის ასაკში ის დაორსულდა და ნაადრევად იმშობიარა. ამბობს, რომ ახალშობილი ცოცხალი იყო, თუმცა შემდეგ ბავშვის ბედის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. ნატავიბლიანი იხსენებს საუბარს, რომლის მიხედვითაც სავარაუდო მოძალადე ბავშვის მოკვლას ითხოვდა. ესეც ერთ-ერთი უმძიმესი გარემოებაა, რომლის შემოწმებაც ახლა გამოძიებას მოუწევს. ეს ისტორია მხოლოდ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებით არ შემოიფარგლება. ხალი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ სოფელში ბევრმა იცოდა, ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და თანასოფლელებმა. თუმცა დაცვის ნაცვლად მას შეურაცხყოფდნენ, ადანაშაულებდნენ და დუმილს აიძულებდნენ. 90-იან წლებში მისმა ბაბუამ პოლიციასაც მიმართა, ჩატარდა ექსპერტიზა, მაგრამ ნატავიბლიანის თქმით საქმე მალევე მიიჩქმალა და ოჯახმა საჩივარი უკან გაიტანა. მოგვიანებით ზეწოლის გამო მთელი ოჯახი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა. 3 ათეული წლის შემდეგ მან ამ ამბის საჯაროდ მოყოლა დაიწყო. ამბობს, რომ ამას შურიზიებისთვის არა, სამართლიანობის აღსადგენად აკეთებს. თუმცა პასუხად მხოლოდ მხარდაჭერა არ მიუღია. ნაწილი გამოძიებასა და მის დაცვას მოითხოვს, ნაწილი კი ქალს ტყუილში ყოფილი თანასოფლელების სახელის შელახვასა და ამდენი წლის შემდეგ ისტორიის გამოგონებაში ადანაშაულებს. ის კვლავ შიშზე და შესაძლო ანგარიშსწორების საფრთხეზე საუბრობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, პოლიციამ უკვე დაკითხა რამდენიმე ადამიანი, თუმცა თავად ნატავიბლიანის ადვოკატი მოითხოვს, რომ ქალი დროულად და სრულყოფილად გამოიკითხოს, მიენიჭოს დაზარალებული სტატუსი, მოიძიონ ძველი საქმის მასალები და შემოწმდეს თითოეული მძიმე ეპიზოდი. იურისტების განმარტებით არასრულწლოვანის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებზე შესაბამისი სამართლებრივი გარემოების არსებობის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა დაბრკოლება არ აღმოჩნდეს. მარტო ნოდარიშერები კი არა, მთელი ჭუბერი რატო არ ადგა კაცები, როცა გაიგეს, რომ ბაბუას სახში ეს ხდებოდა, სად იყო ის კაცები დღეს პოსტიკოსზე რომ იძღუნიან სვანის კაცები, რომელიც მე თურმე მოსულ ვარ იმისთვის, რომ სვანეთი დავამხო. მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენნაირი სვანები გავაქრო იმ სვანეთიდან და დავტოვო ის ვაჟკაცები მართლა ვინც იმსახურებს. მე არ მოვედი სვანეთის დამხობისთვის, მე მოვედი იმისთვის, რომ მოვაცილო. პედოფილები ოჯახი იმსახურებდა ჩემ მიწაზე, სახლის დაშენებას, იქ ცხოვრებას, ჩემი მამის დაცინვას და მე დამნაშავესავით, ქვების სროლით, სვანეთიდან გამაგდეს სახელგათეხილი, მომიკლეს შვილი, მომიკლეს, ყველაფერი მომიკლეს. დამიკავშირდა ნამდვილად შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი, დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია და სამ შაბათს უკვე კონკრეტულად და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, სამ შაბათს 5 საათზე დაიწყება ქალბატონი ნატავიბლიანის გამოკითხვა, რომელსაც რა თქმა უნდა მთლიან პროცესს დავესწრები. არსებულ კანონმდებლობაში მითითებული არის ის, რომ ეს კონკრეტული მუხლი, რომელიც მიმართულია არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის წინააღმდეგ ხანდაზმულობის ვადის საკითხი, მას არ ეხება. თუმცა ეს საკითხი არის განხილული დღეის მდგომარეობით არსებულ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. და ამ უმძიმესი ამბის შემდეგ საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში ისევ ჩნდება ნაცნობი კითხვები,
რატომ აქამდე არ ილაპარაკა? რატომ ვერ გაიქცა? რატომ ვერ დაიცვა თავი? სინამდვილეში ეს კითხვები ხშირად პასუხს კი არ ეძებს, პასუხისმგებლობა მსხვერპლზე გადააქვს. ამიტომ დღეს უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, რა ჯოჯოხეთი შეიძლება გადახდა ერთ ბავშვს, არამედ იმაზეც, როგორ ახერხებს მთელი გარემო, სამწუხაროდ ოჯახი, სოფელი, ნაცნობები და ზოგჯერ სახელმწიფოც ძალადობის დაფარვას, ხოლო ათწლეულების შემდეგ ისევ დაზარალებულის გასამართლებას. რატომ დუმს ბავშვი? როგორ მუშაობს მუქარა, სირცხვილი, დამოკიდებულება და ტრამვა? და რატომ არის კითხვა, რატომ ახლა ხშირად ძალადობის გაგრძელება სხვა ფორმით? ამაზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს, ფსიქოლოგ ელენე ჯაფარიძეს. მადლობა ელენე, თუმცა ძალიან მძიმე თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ. მე შეგნებულად შევიკავე თავი არა თუ კონკრეტული დეტალურად სახელებისა და გვარების დასახელებისგან, იმიტომ რომ აქ ბრალდებებზე არის საუბარი, გამოძიება დაიწყო უკვე და წარიმართა. გაჩნდა რაღაც გარკვეული ელემენტები და პრობლემები, მათ შორის აი კუთხის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, თუმცა თავად ქალბატონი ძალიან კარგად განმარტავს, რომ ის მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს არც ერთი კუთხის შეურაცხყოფა და საერთოდ აი ესე ამ თემის შემოტანა ამ კუთხით კონტექსტურად და ძალიან არასწორი არის და ესეც არის მე მგონი ერთის მხრივ ცდელობა იმისა, რომ ამით მიიჩქმალოს თავისთავად ის პრობლემა, რაზეც ის საუბრობს. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ მართალია 35 წლის წინანდელ ამბავზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენ გვისაუბრია მათ შორის ამ სტუდიაში მსგავს მაგალითებზე ჩვენს თანამედროვეობაში. შეიძლება ასეთ არაჯოჯოხეთურ და დეტალურად აღწერილი, როგორც ქალბატონი აღწერს ამ შემთხვევაში. როგორც ფსიქოლოგმა, პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, რა შეგიძლია თქვათ ისტორიაზე, რომელსაც ქალბატონი ბიბლიანი საუბრობს? მოგესალმები გიორგი და მივესალმები ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს თემა, ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მსგავს თემებზე საუბარი ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს, იმისთვის, რომ მსგავსი რაღაცები არ იყოს დამალული და არ შეუწყოთ ხელი, იმიტომ რომ თუ მედიაც გაჩუმდება, თუ პროფესიონალებიც გაჩუმდებიან, თუ ამაზე საერთოდ არ მოხდა საუბარი, რომ ეს მიუღებელი ნებისმიერი კუთხისთვის, ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერ ეპოქაში მიუღებელია ზოგადად და მოდი გავწიოთ უბრალოდ სახელები, გავწიოთ საერთოდ ყველაფერი და უბრალოდ ფაქტი დავტოვოთ, ხო? პირველ რიგში ფაქტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პატარა ბავშვზე, რომელიც თავის თავს ვერ დაიცავს, ხდება ამ ტიპის ძალადობა. რას ნიშნავს? რომ თუ ბავშვს არ ყავს დამცველი იმ მომენტში, თუ ბავშვს არ აქვს რესურსი იმ მომენტში, რა თქმა უნდა ეს ბავშვი ვერაფერს ვერ იცავს. ის თავის თავს ვერ დაიცავს. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ბავშვზე და მათ შორის სექსუალური ძალადობა ბავშვზე, ეს არის იმხელა ტრავმა, რომ ბავშვისგან ელოდო, რომ ბავშვმა ან ხმა აიმაღლოს, ან რესურსების მობილიზება გააკეთოს, გინდა შინაგანი, გინდა გარეგანი და თავი დაიცოს, ეს არის უბრალოდ უმეცრება. როგორ შეიძლება საერთოდ ბავშვისგან მქონდეს მოლოდინი? მოლოდინი უნდა მქონდეს გარემოსგან, რომელშიც ეს ბავშვი იზრდება, რა ხდება. სამწუხაროდ ჩვენ არასდროს არ ვართ დასხოულები იმისგან, რომ გარემოში არ ყავს ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დესტრუქციულ ქცევებს ჩაიდანენ, რომლებიც იძალადებენ, რომლებიც სხვადასხვა პათოლოგიურ ქცევას განახორციელებენ თავისი არ ვიცი მე, სხვისი შვილის მიმართ, საკუთარი შვილის მიმართ და თანა მოქალაქეების და ასე შემდეგ თანასოფლელების. მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პირველი, ეს არის საზოგადოება, რომელიც ამას არ დართავს ნებას. და ნახეთ, ნებართვის დართვა ადამიანებს ესმით პირდაპირ მნიშვნელობით, რომ მე რაღაცა ავდგე და ვთქვა, რომ კი მე მომხრე ვარ, რომ მსგავსი ტიპის საქციელი ჩაიდინოს ვიღაცამ. არა, ნებართვა იცით რა არის? როდესაც მე არაფერს არ ვაკეთებ მსგავსი ტიპის საქციელის საწინააღმდეგოდ, როდესაც მე არ ვიმაღლებ ხმას, როდესაც მე არ ვითხოვ სწორი ისრების გადატანას და მიმართვას მოძალადეზე, როდესაც მე არ ვასახელებ და არ ვარქმევ სწორ სახელს საქციელს. როდესაც მე ძალადობაზე არ ვიძახი, რომ ძალადობა, ყველა მსგავსი ფაქტი ეს არის ნებართვის დართვა მოძალადისთვის და ახალი ძალადობრივი საქციელის გაჩენისთვის. ნებისმიერი ძალადობა, რომელიც არ დაისაჯა, ის აუცილებლად აჩენს ახალ ძალადობას და შესაბამისად აჩენს ახალ მსხვერპლს.
აუცილებლად ეს ლოგიკაა ძალადობაში. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისეთივე როგორც არის საზოგადოების იმ პატარა საზოგადოების რეაქცია, რომელშიც ეს ხდება დიდი საზოგადოების რეაქცია და სახელმწიფოს. ხო? რისთვის არსებობს კანონები, რისთვის არსებობს კანონი ძალადობის წინააღმდეგ, რისთვის არსებობს ბავშვთა დაცვის. თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ფაქტზე, რომელიც მოხდა 35 წლის წინ. არაფერი არ იყო იმ ეპოქაში, რასაც ყვება მსხვერპლი ამ შემთხვევაში, როდესაც არანაირი კანონი ამ ქვეყანაში არ არის. ეხლა არის კანონები და ეხლა იგივე ხდება. ხო და ზუსტად მინდა რომ ხიდი გავაბათ და გავყოთ კიდევ რამდენიმე ცოტა უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ. პირველი კითხვა, რომელიც არა მარტო მე ამ ყველა შეიძლება გაუჩნდეს 35 წელი როგორ მოითმინა ქალბატონმა რომ არ მოყვა ამას. ანუ როგორც ფსიქოლოგმა რო აგვიხსნათ ეს მე არაერთხელ მომისმენია ჩემთვის ძალიან დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ მისაც ეს უბედურება არ გამოუცდია. იმისთვის შეიძლება ესე მართლა ცოტა უცნაური იყოს, რომ 35 წელი ამ სიმძიმედია და აი უკვე სიმწიფის ასაკში გადაწყვიტო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ითმინო და გამოიტანო. რატომ ხდება ეს და როგორ ხდება? რა არის ის წერტილი, რომელიც შემდეგ გიბიძგებს და ამ სითამამეს და გაბედულებას მოგცემს ადამიანს? ძალიან კლასიკურია ხოლმე, როდესაც ტრაუმის შემდგომ ადამიანი დუმდება. და როდესაც ტრაუმის შემდეგ ადამიანი წყვეტს ყველანაირ მცდელობას, რომ აღადგინოს სამართალი, რომ მით უმეტეს, როდესაც ესეთი გამოცდილებაა, რასაც ქალბატონი ნატაყვება. და ასევე ძალიან კლასიკურია, რომ როდესაც გარკვეული დრო გადის და გარკვეული შინაგანი რესურსი მაინც გიჩნდება, სადაც შენ ხვდები, რომ ამ ამბავთან მიახლოება ისე აღარასოდეს აღარ დაგანგრევს, როგორც ჩდება შანსი, რომ ცოტა მაინც გაგაძლიეროს და დაინახო, რომ ერთი ნაბიჯით მაინც უახლოვდები იმ სამართლის აღდგენას. აი მაშინ ყველა სხვადასხვა დინამიკაა, გიცით? არ შეიძლება თქვა, რომ ვიღაცას 10 წელი რატო დასჭირდა, ვიღაცას 35 წელი დასჭირდა. მე მინდა ამ ეთერით ვისარგებლო და პირველ რიგში ამ ქალბატონის მიმართ გამოთქვა უდიდესი პატივისცემა. მართლა შემზარავია ის, რასაც ყვება და არავინ არ იფიქროს, რომ ადამიანი ამას მოიგონებს და თავის თავს მოუგონებს, ხო? აი როგორ შეიძლება, რომ ვინ მოუგონებს თავის თავს ბავშვობაში ამ ხელა ამბავს? არავითარ შემთხვევაში. და ამ ამბავთან მიახლოება ისეთივე მტკივნეულია, როგორც მაშინ. ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ დღეს შეიძლება ადამიანი, რომელიც ამაზე ლაპარაკობს, გრძნობდეს, რომ მე მეტი იმაზე უარესად აღარ დავინგრევი. მე შიგნით ყოველთვის მჭირდება იმის გარანტია, რომ მე ამ ტრაუმულ ამბავს თუ მივუახლოვდი, მაშინაც კი როცა თერაპევტთან ზის კლიენტი, რომელიც მსგავსი გამოცდილებით არის, ყველაზე დიდი შეცდომა არის თერაპევტმა დააჩქაროს დინამიკა და იმაზე უფრო სწრაფად მიუახლოვდეს ტრაუმას და ყველაზე მარტივია. და ყველაზე რთულია შენ მიხვდე, როგორ მიხვიდე ისე, რომ შინაგანი რესურსი და ასევე გარეგანი რესურსი არსებობდეს საყრდენი, რომელიც გარანტიას გაძლევს, რომ პიროვნება ხელმეორედ არ იქცევა პატარ-პატარა ნაკუწებად და ნაფლეთებად. მე ვუსმენდი, მე ვუყურებდი ამ სახის გამომეტყველებას და მართლა გარდა იმისა, რომ თანავუგრძნობდი, საოცარი, აი როგორი პატივისცემა მქონდა, იცით მისი, რომ აი ამას ყველაფერს ადამიანი ყვება. ამით ის შანსაძლევს თითოეულ ადამიანს, რომელსაც ესეთი ამბავი აქვს, მსგავსი რაღაცაა გამოვლილი, მსგავსი ტრაუმები აქვს, რომ მისცეს იმედი, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც შეძლებს შენ ამაზე ილაპარაკო და ლაპარაკით იწყება ტრაუმიდან გამოსვლა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მზადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულად საკუთარი თავის გრძნობა, ის რომ ქალბატონი ნატა ფაქტობრივ ემიგრაციაში არის ახლა და მისაწვდომობის ხარისხი, თუმცა ის ამბობს, რომ მას ემუქრებიან მისდის გარკვეული წერილები, და ასე შემდეგ და ამიტომაც ახლა ძიღებს რაღაც გარკვეულ ზომებს იმისთვის რომ დაცული იყოს. რა თქმა უნდა, იქ ის უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს ფიზიკური თვალსაზრისითაც. მაგრამ შემდეგი კითხვა უკავშირდება თემის საზოგადოების დამოკიდებულებას. იცი ძალიან რთულია ამოხსნა მიზეზები, რის გამოც აი ამ ჯოჯოხეთზე შეიძლება თვალი დახუჭოს ადამიანმა, მით უმეტეს გაამართლოს.
ალბათ გამართლებით ძალიან გაუჭირდებოდა ნებისმიერს, ხო, მაგრამ შეიძლება არის ესეთი მომენტები, რომ აი ხედავდე და თვალი დახუჭო არ აღიარო როგორც რეალობა, ხო, იმიტომ რომ იმდენად ჯოჯოხეთური სიბნელე მოდის, რომ ამის თვალებში შეხედვაც კი გზარავს ადამიანს და აი ცხოვრობ ისე ვითომ ვერ ხედავ. არის ესეთი მომენტიც. რა თქმა უნდა, და ძალიან ბევრ სტატუსში და ძალიან ბევრ კომენტარში იკვეთება ეს მომენტები, იმიტომ რომ იქ არის ძალიან დიდი მხარდაჭერის, თქვენც ახსენეთ, ხო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერის და ასევე ძალიან ბევრი კრიტიკული, ანუ კითხვის ნიშნები, გადატანა ისრების სხვა რაღაცაზე და ეს იმიტომ კი არ ხდება, ცნობიერად ხშირად არ ხდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი ძალიან რთულია ხოლმე, რომ საზოგადოებამ აღიაროს, რომ აი ამისთანა ლაქა აქვს. და აი ეს ლაქა უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ სხვანაირად გამოსავალი არ დადგება. ანუ ჩვენ სახელები უნდა დავარქვათ, ანუ მე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე იმ სხვადასხვა მიმართულებით, რომ ჩვენ გვიჭირს სახელების დარქმევა. ამიტომაც ვტრიალებთ პერმანენტულად ტრავმულ წრეში. სანამ სახელს არ დაარქმევ, ძალიან რთულია აღიარო, რომ ხო მე იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც ესეთ ჯოჯოხეთს საერთოდ არ აპროტესტებდა მაგალითად, რომლისთვისაც ნორმალიზებული იყო და სამწუხაროდ დიდწილად ახლაც ნორმალიზებულია ძალადობაზე დუმილი. ჩვენ ეს საზოგადოება ვართ, რომელიც ხშირად, ანუ მე არ ლაპარაკობ ინდივიდუალურად, ვიღაცები ხმას იღებენ, ვიღაცები აპროტესტებენ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ყველანი ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ და ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ დღეს იმის მიუხედავად, რომ 10 წლეულები ძალიან დიდი შრომაა ჩადებული კანონებში, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული არასამთავრობო სექტორის მიერ, რომელმაც გაიტანა კრიტიკებით ის, რომ ყოფილიყო ოჯახში ძალადობის კანონი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის კანონი, ყოფილიყო ბავშვთა უფლებებზე ანუ ცნობიერება გაზრდილი, მაგრამ მაინც ჩვენ ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის ფესვგადგმული ინტროექტები. რისი თქმა შეიძლება, რისი თქმა არ შეიძლება. სად ჩარევა შეიძლება, სად ჩარევა არ შეიძლება. და ეს რაღაცა ფსევდოღირებულებებამდე დადის, რომ თითქოს ოჯახში ჩარევა და ოჯახის საქმეში ჩარევა და ეს 10 წლეულები მოყვება და 100 წლეულები მოყვება ეს ინტროექტები, რომელთა გადახედვა და გადამუშავება არ ხდება, რომ რა შემთხვევაშია პრობლემა სხვის საქმეში ჩარევა და მართლა არის, როდესაც არ ვიცი მე მაგალითად რამდენი შემთხვევაა, როდესაც არც ხვენიათ და სხვის საქმეში ერევიან. მაგალითად წყვილის საქმეში, რომელსაც შვილი არ აყავს და ვისაც არ დაეზარება, მივა და ეკითხება, აბა შვილი რატომ არ აყავს? ეს სირცხვილი არ არის. და როდესაც ხედავ, რომ მაგალითად ქმარი ცოლზე ძალადობს, თურმე იქ სირცხვილია რომ ჩაერია. ის ცოლის და ქმრის საქმეა. აი ეს არის ინტროექტი, ეს არის გადაუმუშავებელი გარკვეული რწმენა წარმოქმნა, რომელიც როდის გამოიყენა და როდის არ გამოიყენა, ვერ გაურკვევია საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს სამწუხაროდ. ამისთვის საჭიროა პირველ რიგში ლაპარაკი. დიახ, და ლაპარაკში აღიარება, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, იმის და მიუხედავად, რომ მე და თქვენ დღეს ამაზე გახსნილად საუბრობ, მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც ხშირად ცოდავს. და ჩვენ თუ ამას არ დავარქვით სახელი და ჩვენ თუ არ ვთქვით, რომ ამ საზოგადოებაში ჩვენ ყავს დაუცველი ბავშვები და კიდევ უფრო მეტად დაუცველები იქნებიან ბავშვები, თუ გავაჩუმებთ ყველაფერს. ყველა კრიტიკულ მედიას, ყველა კრიტიკულ აზრს, თუ შეგვეშინდება, ცენზურის შეგვეშინდება, ჩვენი ხვალ ჩვენ შვილებს დაემართებათ რაღაცა, იმიტომ რომ ძალადობა არ არის ინდივიდუალური кейსი. ძალადობა ხდება სისტემური, როგორც კი საზოგადოება და სახელმწიფო ამაზე ხუჭავს თვალს. თუ ჩვენ გვინდა, რომ ძალადობა დავიყვანოთ ინდივიდუალურ ფსიქოპათოლოგიურ დონეზე და ფსიქოპათოლოგიური დონე ეს არის ძალიან ვიწრო პერსპექტივა ძალადობის. აი მაგალითად ხა რასაც ყვება ქალბატონი ნატა, ხო? აშკარად ფსიქოპათოლოგიური გამოვლენებები არის. ყველა მე დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ ხო, საუბარი არის 9 წლის ასაკიდან ბავშვზე სექსუალურ ძალადობაზე.
საერთოდ მოძალადი ადამიანი ჯანსაღი ფსიქიკის ვერ იქნება, მაგრამ 9 წლის ბავშვზე ეს არის უკვე, წარმოუდგენელი გადახრა თუ რა ვიცი რა დავახოთ ამას. ამის კითხვა მინდა რა, რომ ჩვენ ცოტა გვაბნებს გარკვეულწილად ფოკუსის გასწორება გვიჭირს და ძალიან წარსულში ვიხედებით და ზოგიერთ შეიძლება ამ მომხდარს, თუ ეს ფაქტები დადასტურდება, სვავს იმ პერიოდის კონტექსტში, რომელიც იმ დროს, მაგალითად იგივე იმ რეგიონში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ესეთ რაღაცა ჩაკეტილი კრიმინალური მინი სუბკულტურა გაჩნდა უცბად და სახელმწიფოსა და ინსტიტუტების ფაქტობრივი გაუქმების პარალელურად ამან ძალიან ბევრი არაჯანსაღი პროცესის შესაძლებელი გახადა, ხო? იმიტომ ეხლა რომ დავსვათ, გითხარ რომ რას აკეთებდა იმ დროს სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, როგორ ამ პატარა თემში სკოლაში იმებში ვერატყობდნენ, რომ ბავშვზე ესე ძალადობდნენ და ასე შემდეგ რაღაცები. ახლა ხო ყველა ეს მექანიზმი სახეზია. ახლა ხომ რა ვიცი, მობილურების მეშვეობით იქნება ეს თუ ბევრი სხვა ისეთი ფაქტორი გაჩნდა, რომ უფრო რთულია დაემალო რაღაც სიტუაციას, ვიდრე ყველაფერი არ გამოჩნდეს, ხო? მიუხედავად ამისა, ახლა გვაქვს ასეთი შემთხვევები და გითხარით უფრო მეტი, როგორც სტატისტიკაზე, არამედ გამოვლინების ფორმებზე, რა ვითარება არის ამ მხრივ, ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით და მათ შორის სექსუალურ ძალადობასაც. კვირა არ გავა ჩვენ რა, თუნდაც მედიის საშუალებით არ გავიგოთ, ხო, რომ და რაც თავარია ბავშვებზე და რაც თავარია იმ უფროსების და ზრდასრულების მიერ, რომლებიც არიან ახლობლები. ან ძალიან ბევრი მითი არსებობს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სექსუალური ძალადობა სექსთან არის კავშირში. ამიტომ ვიძახი, რომ ამის ფსიქოპათოლოგიურ ჭრილში ყურება არის ძალიან ერთმხრივი და ძალიან ვიწრო პერსპექტივა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის, მაგრამ მეორე არის დაუსჯელობის სინდრომი და არის პატრიარქალური გარემო, სადაც მწვანე შუქი გაქანთებული და რაღაცეები ჯერ კიდევ ითვლება ძალიან მანკიერი პრაქტიკები, რომლებიც ითვლება მაგალითად ძლიერი მასკულინური იმის გამოვლინებად. ბავშვებზე არ ითვლება ეს ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, რაც უფრო უსუსური ადამიანი, მით უფრო მარტივად ირჩევს ყველაზე მოწყვლად მსხვერპლს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი არ სძულს, ის არასდროს არ იძალადებს. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი სძულს სინამდვილეში, თავის სიძულს ანთხოვს აბსოლუტურად სხვაზე და იმაზე, რომელიც თავის თავს ვერ დაიცავს. ეს არის სუფთა წყლის ფსიქოლოგიური მექანიზმები. ჩვენ სამწუხაროდ ვართ საზოგადოება, სადაც ძალიან ბევრს სძულს საკუთარი თავი. მარტო Facebook-ის ჩასკროლვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ნახო რამდენი სიძულვილი იფრქვევა. რატომ შეიძლება ვიღაცა გძულდეს, რომელიც არ ვიცი, რაღაცა პოდკასტში რაღაცას ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში შენ ის არ გძულს, შენ გძულს მასში რაღაცა, რომელიც საკუთარ თავშიც გძულს. ძალიან ბევრს გძულს საკუთარი უსუსურობა, საკუთარი უმწეობა, საკუთარი არარეალიზებულობა. ძალიან ამისი გაჩერების ერთადერთი ბერკეტი ეს არის კანონი და ეს არის საზოგადოების მზაობა, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობაზე საზოგადოება ერთხმად იძახდეს არას. კი, ოღონდ უნდა როგორც ჩვენ იმაზე შეთანხმებაც გვჭირდება, რას მივიჩნევ ძალადობას. ჩვენ იმაზე შეთანხმებაც გვჭირდება და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება და განათლების შეტანა საზოგადოებაში, რა არის მათ შორის პირადი სივრცე ბავშვებისთვის და ამ ბავშვებმა თავად უნდა იცოდნენ. ძალიან გასაგებად, ხო? ვიღაცას ფეხზე ჩამოუჯდე, ვიღაცამ რაც შეიძლება შეგეხოს და ასე შემდეგ. მათ შორის სკოლებში, როცა იყო საუბარი და წინააღმდეგობები ჩდებოდა, რომ სექსუალურ განათლებაზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ჯანმრთელობის და მათ შორის ფსიქიური ჯანმრთელობის ძირითადი წესების ცოდნაზე და უსაფრთხოებაზე. ხო, ეს ჩვენი შვილებისთვის ვეგვჭირდება. ყველგან ჩვენ შვილებთან ერთად ვერ ვიქნებით. აბსოლუტურად. ჩვენ შვილებს უნდა მივცეთ ცოდნა, მაგრამ იმაზე მინდა დავასრულო, რომ რატომ არის, რომ სექსუალური ძალადობა, რომელიც მარტო სექსი არ არის, იმიტომ რომ სექსუალური ძალადობა ეს არის უნიკალური იარაღი პატრიარქალურ სამყაროში მეორეს გასანადგურებლად, მეორეს დეჰუმანიზაციისთვის.
მისთვის. სექსუალური ძალადობა ეს არის იარაღი, რომელიც გამოიყენება ომში, მტრის გასანეიტრალებლად და ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე იარაღი თვითონ, აი ესე სიმბოლურად, იმიტომ რომ ამითი შენ აბსოლუტურ დეჰუმანიზაციას უკეთებ და აბსოლუტურად აგრძნობინებ და აჩვენებ, ამის დემონსტრირება ხდება, რომ შენ არავინ არ ახარ, მე შემიძლია შენი სხეული ისე მოვიხმარო, როგორც მე მინდა, ხო? ეს პატრიარქალური სამყაროს მანკიერება და განსაკუთრებით ბავშვზე, როდის ირჩევ შენ ბავშვს, ხო? ანუ გავწიოთ ისევ და ისევ იძახე ფსიქოპათოლოგიური ჩარჩო და რატომ მინდა გავწიოთ იცით? იმიტომ რომ ამითი ხშირად ხდება ხოლმე რაღაცნაირად დაპატარავება პრობლემის. რომ ვიღაცა არის, რომელსაც მსგავსი ტიპის პრობლემა აქვს და იმიტომ იქცევა ასე და არა, როდესაც ყოველ კვირა შენ გაქვს პრობლემა ამისი და როდესაც ყოველ კვირა შენ გაქვს სტატისტიკა, რომელიც მატულობს ბავშვებზე, მოზარდებზე, ქალებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევების, ეს ნიშნავს, რომ შენ საზოგადოებაში ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვს. და როცა იცი რომ ეს არის აისბერგის თავი მარტო, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად ზედაპირზე თავისთავად ამოსვლადი ინფორმაცია, ხო? ეს არის აისბერგის წვერი, რასაც ჩვენ ახლა სტატისტიკას და ძალადობენ ახლობლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რომ სამწუხაროდ ბავშვებზე განსაკუთრებით ძალადობენ ყოველთვის ნაცნობი უფროსები, უფრო ხშირად ვიდრე უცნობები, იმიტომ რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომობა მარტივი ფიზიკური კონტაქტი ბავშვთან, ბავშვს აქვს ხშირად ნდობა და ბავშვმა არ იცის, რა შეიძლება მის ხელთან მიმართებაში, რა არ შეიძლება და ბავშვმა არ იცის, როგორ გამოთქვას დისკომფორტი, იბნევა ხშირად. ელენე, ძალიან დიდი მადლობა. არათუ თვალს მივადევნებთ, შეუძლებელია კიდევ ერთხელ ამბობ, არ შეიმჩნო, არ დაინახო და არ აღშფოთდე, არ აღელდე, არ მოგიცვას მთლიანად იმ ჯოჯოხეთურმა ისტორიამ, რის თაობაზეც ქალბატონი ნატავიბლიანი საუბრობს და გამოძიება, ვიცით რომ დაწყებულია სამშაბათს მოხდება მისი დისტანციური დაკითხვა, მას კარგი ადვოკატები ყავს და პროცესს მივადევნებთ თვალს, თუმცა ხას უსვამთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ 35 წლის წინანდელ მოვლენებზე და ამ მხრივ ქალბატონი ნატას ასეთი გაბედულება და აქტიურობა დღევანდელობაზეც არის. და იმაზე რომ მომავალი ასეთი ის ყველას ხმა არის დღეს, ყველა იმ გოგოს და ბიჭის ხმა არის, რომელიც ვერ იღებს ხმას. ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, მძიმე და რთულ თემაზე ვსაუბრობთ, მე მას დამშვიდობები გავაცილებ სტუდიიდან. ელენე, მადლობა, ნახვამდის.